ევროპული ქვეყნები გრენლანდიაში აგზავნიან სამხედრო ნაწილებს. ჯარი არ ითქმის, თუმცა რამოდენიმე ათეული კაცი გაემგზავრა გრენლანდიაში, რათა უზრუნველყოს დანიის ტერიტორიული უსაფრთხოება. ტრამპი კი ამის ფონზე 10%-იან ტარიფებს უწესებს ამ ქვეყნების სკანდინავიის სახელმწიფოებს, შვედეთს, ფინეთს, ნორვეგიას, დანიას, ნიდერლანდებს, ასევე გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და გერმანიას. და ასევე არის დათქმა, რომ თუ კი 1 ივნისამდე გრენლანდიის საკითხი არ გადაიჭრება შეერთებული შტატების სასარგებლოდ, მაშინ ტარიფები შეიძლება 25%-მდეც კი ავიდეს. გამარჯობათ, მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ეკო და დღეს ვისაუბრებთ, შევეცდებით გავცეთ კითხვაზე პასუხი, რატომ გრენლანდია. ამასობაში თქვენ თუ მოგწოდთ ჩვენი პლატფორმა, ვთხოვთ რომ გამოგვიწეროთ და მხარი დაგვიჭიროთ ჩვენი არხის განვითარებაში. მოკლედ გრენლანდია ხო საუკუნეების მანძილზე განიხილებოდა როგორც პერიფერიული კუნძული, რომელიც იყო საკმაოდ ესე იგი სუსტად განვითარებული ეკონომიკური თვალსაზრისით, მოსახლეობა მცირე და მას რაღაცა დიდი გეოპოლიტიკური დანიშნულება არ ჰქონია. თუმცა 21 საუკუნეში გრენლანდიამ შეიძინა ცენტრალური მნიშვნელობა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ამას თავისი მიზეზები გააჩნია და შევეცდები რომ აი ამ მოკლე ვიდეოში თითოეული მათგანი გავმარტო. პირველი ის რომ გრენლანდია ეს არის უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრალური მონაკვეთი, რომელიც აკავშირებს შეერთებულ შტატებს ევროპასთან და მაგალითად, როდესაც მე-20 საუკუნეში ნაცისტურმა გერმანიამ მოახდინა დანიის ოკუპაცია, შეერთებული შტატები მაშინათვე შეეცადა დაეკავებინა გრენლანდიის ეს დიდი კუნძული და ამით მეტნაკლებად შეინარჩუნა ნაცისტური გერმანიის ექსპანსიისაგან ეს ტერიტორიული სივრცე. მეტნაკლებად იმიტომ რომ როგორც ირკვევა, ნაცისტებს ჰქონდათ საიდუმლო ეგრეთ წოდებული მეტეოროლოგიური ცენტრები გრენლანდიაში და ეხლა მეტეოროლოგიას რამხელა მნიშვნელობა აქვს საომარი მოქმედებების დროს, ალბათ ადვილი წარმოსადგენია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რადგანაც მიიჩნევა, რომ ევროპის კონტინენტზე, ესე იგი ამინდის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტურები განისაზღვრება სწორედ ამ ზონაში, ამიტომაც გერმანელები ცდილობდნენ, რომ წინასწარ ჰქონოდათ ზუსტი ინფორმაცია ამა თუ იმ ტერიტორიაზე რა ტიპის, ესე იგი, ამინდი იქნებოდა, რათა უფრო მეტად ეფექტურად დაიგეგმარებინა თავიანთი სამხედრო კამპანიები. ამის გარდა, როდესაც ცივი ომი დაიწყო, გრენლანდია განიხილებოდა სივრცეს, საიდანაც მარტივად შეიძლებოდა მოეხდინათ კონტროლი ამერიკელებს, რადგან ევრაზიის კონტინენტიდან წამოსული ეს სარაკეტო ესე იგი შეიარაღების ტრაექტორიის უდიდესი ნაწილი გადადიოდა სწორედ გრენლანდიაზე და იქიდან მარტივი იყო ამის აღქმა, თუმცა მე უკვე სხვადასხვა ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობას ასე თუ ისე დააკნინა. 90-იან წლების ბოლოს, როცა უკვე საბჭოთა კავშირი დაიშალა და ცივი ომი დასრულდა და გაიმარჯვა სამყაროში, როგორც ფუკუიამა იტყოდა ისტორიის დასასრული მოხდა, იმიტომ რომ ლიბერალიზმმა გაიმარჯვა. ნაკლები ყურადღება მიექცა ესე იგი ამ უსაფრთხოების საკითხებს გრენლანდიასთან მიმართებით და ნატოს თავარი სამოქმედოს არეალი განისაზღვრა ახლო აღმოსავლეთი. თუმცა 2010 წლიდან, როდესაც რუსეთმა დაარღვია რაღაცნაირი ბალანსი არქტიკის მიმართულებით, შეიქმნა ეგრეთ წოდებული ეს ყინულმჭრელი მანქანები, შეიქმნა ესევე ჩრდილოეთის სამხედრო ბაზა და დაიწყო სამხედრო ბაზების აღდგენა, არქტიკა და მათ შორის რა თქმა უნდა გრენლანდიაც, რომელიც არქტიკასთან, ესე არქტიკის ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ, კვლავ დაბრუნდა პოლიტიკურ რადარებზე. თქმა უნდა, რუსეთის დაწინაურებას თავისი გეოგრაფიული მიზეზები გააჩნია, იმიტომ რომ თავის სიახლოვეს ზოგადად არქტიკულ ზონასთან და მთელი ჩრდილოეთი ნაწილი რუსეთისა პრაქტიკულად ამ ზონაში მდებარეობს, თუმცა მსოფლიო ჰეგემონისთვის, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატებისთვის არ იქნებოდა ეს რაღაცნაირად მარტივად მისაღები არგუმენტი და მას სჭირდება ახლაც ამ არქტიკისთვის ბრძოლაში დაწინაურება. ამას ემატება ის რომ ჩინეთმა თავისთავად გამოაცხადა ეგრეთ წოდებულ არქტიკასთან ახლოს მყოფ სახელმწიფოდ, რაც მას აძლევს მის პოლიტიკურ დოქტრინას ლეგიტიმაციას, რომ მისი ეკონომიკური ინტერესები ეძიოს ამ არქტიკულ ზონაში და თავარი ეს მოკლედ ინფორმაცია
ყინული დნება და შესაბამისად არქტიკული ზონა ხდება ყველაზე მოკლე მარშრუტი ევრაზიისა ვაჭრობის შეერთებულ შტატებთან და ზოგადად ამერიკის კონტინენტთან. არქტიკა მოიცავს საკმაოდ მდიდარ ბუნებრივი რესურსებით მქონე სივრცეებს, იქნება ეს ნავთობი, თუ იქნება ეს 21 საუკუნის ახალი, ესე იგი, მთავარი მინერალი, იშვიათი მიწა მინერალები, რომლის მოპოვების და გადამუშავების აბსოლუტურ უმრავლესობას ფლობს ჩინეთი. მაგალითად, პროცენტული მაჩვენებებით დაახლოებით ესეთია. ჩინეთი მოიპოვებს მსოფლიო აი ამ იშვიათი მიწა მინერალების 70%-ს, ხოლო გადაამუშავებს 80%-ს და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს იშვიათი მიწა მინერალები? იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიისთვის არის აუცილებელი. იქნება ეს smartphone-ები, იქნება ეს რაღაცა საკუთარ ცხოვრებას სხვადასხვა ელექტროტექნიკა თუ ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა გახშირებული ომიანობის ფონზე სამხედრო ტექნოლოგიაში და შესაბამისად რამდენჯერმე გაიზარდა იშვიათი მიწა მინერალების ფასი და ფაქტობრივად დადგა ამერიკისთვის ზოგადად იმ ქვეყნებისთვის, ვინც ფიქრობენ, რომ არიან კიდევაც თანამედროვე სამყაროს მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორები, დადგა აუცილებლობა, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ასეთ მინერალებზე და ჰოის აუცილებლობა გრენლანდია სწორედ ესეთი მდიდარი ტერიტორია აღმოჩნდა. შესაბამისად, ტრამპის მოთხოვნა ეს მხოლოდ რაღაცნაირად ერთი პიროვნების აკვიატებული აზრი არ არის, ეს არის მკაცრად განსაზღვრული გეოპოლიტიკური მოცემულობა. როგორც ევროპელებმა შეაფასეს რიგმა პოლიტიკოსებმა, თუ კი შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ ზეწოლას ევროპაზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ მოცემულობა, როდესაც ნატო დაკარგავს თავის ფუნქციას, ამას ემატება ისიც, რომ შეერთებულ შტატებმა ახალი უსაფრთხოების ესე იგი დოქტრინა გამოაქვეყნა, სადაც დაადეკლარირა თავისი შეხედულება, რომ მისი მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა ჩინეთი და შეეცდება, რომ შეაკავოს ჩინეთის ექსპანსიონიზმი, ეკონომიკური ექსპანსიონიზმი და ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს ევროპას და ზოგადად გავა ევროპული კონტინენტიდან. შესაბამისად, ნატოს მომავლის ფუნქციონირებისათვის ეს გამოწვევა საკმაოდ აქტუალურია და თუ მივიღებთ იმას, რომ ნატოს ორი წევრი ქვეყანიდან ერთ-ერთი შეიძლება იმას, რომ მეორეს ძალით დაათმობინოს ტერიტორია, ზოგადად ნატო როგორც უსაფრთხოების გარანტორი ნაკლებად წარმოსადგენი იქნება მისი ფუნქციონირების გაგრძელება ამ ტიპით. არა მხოლოდ ეს, ევროპელებმა დაიწყეს ასევე საუბარი იმის შესახებ, რომ დროა მათ შექმნან თავიანთი უსაფრთხოების სისტემები და გამოფხიზდნენ რაღაცნაირად იმ მოცემულობიდან, როდესაც შეერთებული შტატები თანაბარ მნიშვნელობის პარტნიორად განიხილებოდა. კიდე გამომდინარე, რომ მათი ქცევა, ანუ ამერიკელების ქცევა აღქმულია როგორც რაღაცნაირად პოლიტიკის ნების გამსაზღვრელი ევროპისათვის, რაც მათ არ აყენებს, რა თქმა უნდა, პარტნიორულ ურთიერთობაში პირიქით ბატონისა და ვასალის ურთიერთობას უფრო მოგვაგონებს. რა თქმა უნდა, კომიკურია ის, რომ ეხა 10 კაცი და ჯამში ალბათ 30 კაცი იყო საუბარი, 15 გააგზავნა საფრანგეთმა, შვედეთმა 1, ნორვეგიამ 1 და ეს კონტინენტი რა თქმა უნდა ვერ დაიცავს გრენლანდიას ამერიკული ექსპანსიონიზმისაგან თუ ეს მოცემულობა დადგა, მაგრამ ალბათ ეს იყო მცდელობა რაღაცნაირად, რომ ჩვენ ესე მარტივად არ დავთმობთ. საკმაოდ უთბაწური იყო ასევე ევროპელი დანიელი ევროპარლამენტარი, რომელმაც ტრამპს თავის გზაზე იარეო დაახლოებით ესე რომ თქვათ და ვიდეოს გაუშვდა, მიხვდებით რაც უთხრა. Dear President Trump, listen very carefully. Greenland have been part of the Danish kingdom for 800 years. It's an integrated part of our country. It is not for sale. Let me put it in words you might understand. Mr. Trump, fuck off. Det er sagt. მაგრამ ეს ბაკი-ბუკად შევა, რადგან სოფლიოს ახალი რეალობის წინაშე დგევართ და აქ მნიშვნელოვანია ის თუ ვის იქნება კონტროლი ტექნოლოგიებზე, შესაბამისად მომავალზე, მნიშვნელოვანია ვის იქნება კონტროლი არქტიკაზე, როგორც ყველაზე მოკლე სავაჭრო სატრანზიტო მარშრუტზე და მნიშვნელოვანია ასევე კონტროლი ვის იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ მოცემულობა ის რომ შტატების სურს არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად
უზრუნველყოს მისი მყარი პოზიციები სოფლიო გეოპოლიტიკაში, ეს ცდება ბრიუსელის დეკლარაციებს და რაც აუნა რაღაცნაირი აღშფოთების აქტი შეადგინოს ევროპამ, ევროპის ინსტიტუციების ეს მოცემულობა და ეს რედიტორიკა, რომელიც სახელზე გვაქვს, ვერ შეაჩერებს ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. მადლობა ყურადღებისათვის.